მეგობრებო, გუშინ გამოვაცხე პასკები და აი ესეთი ფუნქრულა გემრიელი პასკები გამომივიდა. შეხედეთ, აი ახაც მწყვია. აი ესეთი პასკები მოვამზადე მინანქარი, ჩავალვე ქიშმიში, მაქვს აი ესეთი ლამაზი მოსაყრელი, ფერადი, ახლა უნდა გაჩვენოთ ახლოდან. ფერადი ლამაზი მოსაყრელები მაქვს. და ეხლა უნდა მოვხდო ჩვენი პასკები. წილს უნდა გადავასხა მინანქარი, წილს უნდა დავასხა თუ დავადო ზემოდან ათქვეფილი ბეზე, ოდნავ ლიმონმჟავით და შაქრის სიროპით. ამას გადავასხავ მინანქარს. იმედია კარგად ჩანს. და ზემოდან კიდევ ლამაზად დავადებ აი ესე დავდობია. ეს ეს მოვასხათ ლამაზად მინანქარი, დავადოთ ზემოდან ქიშმიშები, როგორც ჩვენ გვინდა. მოვაყაროთ ლამაზად ეს ჩვენი გემრიელი მოსაყრელი. რამდენიმე ცალს ესე შავად გავაკეთებ, რამდენიმე ცალს გავაკეთებ ბეზიანს. ესე დავტოვოთ ცოტა ხანი. ხელს დავიზამ. მეორე აბავცადოთ, აი ბეზე მაქვს უკვე ათქვეფილი და ერთი მინდა ვცადო, როგორც იციან ხოლმე, აი ესე რომ გადმოატრიალებენ და მერე რომ ამოიღებენ. აი მეგობრებო, ესეც გავასწოროთ. ლამაზად მოვასწოროთ და დავაყაროთ ამას, დავუშვათ ჯვრის ესე სიმბოლად, მაგრამ რაღაცა ცოტა მეყრება უფრო ზედმეტად. მეორეს გავაკეთებ იმით ქიშმიშით დავადებ. ლამაზად. აი ესე მეგობრებო, ეს მეორე. ხელებზე მეწებება ეს მოსაყრელი. ამასაც ლამაზად დავადებ ახლა. ზემოდანაც ბევრნაირი რაღაცის წასმა შეიგიძლიათ, ანუ თქვენ როგორც გინდათ და რაც უკვე წლების მანძილზე გამოცდილი გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ნება.
მინდა რომ ლამაზად გავაფორმო. ბავშვებს გავგზავნე ერთი ქიშმიშის გარეშე, თხოვეს საგანგებოდ. იმედია მოეწონებათ, ბავშვებს მაინც და მაინც პასკა არ უყვართ, მაგრამ იმედია მაინც ანგარიშს გამიწევენ და გასინჯავენ. ყოველ ჯერზე მიწევს ხელების დაბანვათოლე. ერთი პასკიდან მეორე პასკამდე ერთი ცალი უკვე დილით გავჭერი. გერ გაჩვენებთ თუ როგორი გამომივიდა. ანუ აღარ დაველოდე. შეხედეთ როგორი კარგი ნოტიოა. აი ესეთი გამომივიდა მეგობრებო. შვენიერი, გუშინ გვიან დავაცხე, რადგან ძალიან ამომივიდა ცომი და უკვე დილამდე ვეღარ დაველოდე. ესე ეგრე. მინდა კიდევ ერთი ცალი გავაკეთო შოკოლადით. შენახეთ გადმობრძანდი მეგობარო. ესე დავასხავ კარგად. და ეხლა ჩემდელი კოს უნდა გავგზავნო სურათი, ვაჩვენო თუ როგორი გამომივიდა. ნუ რა თქმა უნდა მე ვიდეოსაც ნახავს, მაგრამ სანამ ვიდეოს ნახავს, მანამდე აი ესეთი სურათი მინდა ვაჩვენო. თუ როგორები გამომდის. შეიძლება მთლად ახლა იდეალურები არ არის, მაგრამ ჩემი გადმოსახედით სავსებით, ლამაზები და კარგები გამომდის. კიდევ მინდოდა თითქოს ზემოდან რამე დასაყრელები, მაგრამ ვერაფერი ვეღარ ვნახე, ვეძებდი და ყველგან ერთი და იგივე იყიდება. ესე იგი გადავირიე, როცა მინდა ხოლმე, მაშინ არ დევს არაფერი და სხვა დროს იმდენი რაღაცეები და შავთეთრებიც იდო ხოლმე. ეხლა მარტო აი ასეთნაირები ვიპოვე. არა და მინდოდა კიდე სხვანაირებიც. მაგრამ ნუ კაი. მადლობა ღმერთს, ესეთები მაინც იყო. შემდეგ, აი ახლა ესეც უნდა გავაფორმო ამ თეთრში. ბავშვებმა მთხოვეს ჩვენი ცალკე გააკეთეოდა. ან დაგველოდეო, როცა მოგვინდებაო, მერე გავაკეთოთ. და ახლა როდემდე ველოდო? მთელი ნახევარი დღე ველოდე, ჯერ არ გვინდა, ჯერ არ გვინდაო და თქვენც ხო უნდა მოგაწოდოთ ვიდეო და ამიტომ მეტი ვეღარ დაველოდე ბავშვებს და მინდა რომ დროულად დავდო ეს ვიდეო. უпростоრად ბავშვებსაც დავუტოვებ, რა თქმა უნდა, გასამზადებელს. და მერე როცა მოისურვებენ, როცა ხასიათზე მოვლენ, მერე უკვე მიხედონ თავის პასკას თვითონ. ამას რა დავახატოთ, აბა? რამეს მოვიფიქრებ? და ჩამოვარდეს ოღონდ ესენი და რამე უზორს მოვიფიქრებ. რა
რას არ ვიცი ჯერ, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. მიყვარს ამათი გაფორმება ხოლმე. რატომაც არა. შვენიერია. ესე ცენტრში დავაყრი. ასე მოვიფიქრე. აი ასეთი გამოვიდა მეგობრებო. მოკლედ ასე. აი ესეთი პასკები გვაქვს. ცალკე შოკოლადის მინანქრით, ცალკე ზემოთ ბეზის გლაზურით და ასე. კიდევ გაჩვენოთ ბავშვების მოხარგული კვერცხები. ესენი ქეჩინა მოხარშა ენდროში. და მაგიდაზე დავდებთ მერე ჯეჯილთან ერთად. ჯეჯილის უკვე საკმაოდ ამოვიდა. აი ესე დაიდება მერე ლამაზად, ამას ამოვიღებთ. და იმ თებში კვერცხებთან ერთად დაიდება ლამაზად. და ბავშვებმაც გუშინ მოხატეს თავისი ხელებით, რაღაცა საღებავებით, იქით-აქეთ ითამაშეს და მოხატეს და გამოუვიდათ ესეთი კვერცხები. ზოგი ამ ჩასადებებში ჩადეს, ნაკლეიკებში, ზოგი ხელებით მოხატეს, რავი როგორღაც გულები დაახატეს, რაღაცები, მოკლედ ითამაშეს, კარგი დრო ატარეს გუშინ. მაგრამ ეს იყო უკვე ძალიან გვიანი. ანუ იყო სადღაც 12-ის ნახევარი და იმიტომ აღარ გადავიღე და აღარ გაჩვენეთ. აღარ მქონდა უკვე ფიზიკურად მაგდენი დრო, იმიტომ რომ თან ვაწყობდი და თან ტელეფონიც ამათი გაწამაწია და ვერ ვიყავით აწყობილი რაღაცნაირად იმისთვის, რომ ვიდეო დამედო და გადამეყო. ეს ერთი ცალიც კიდე მოვათავსოთ. ესეთ შოკოლადში. მე თვითონ ძალიან მიყვარს მინანქრიანი. გიჟდები ისე მიყვარს. და ვისაც ჩემთან ერთად ერთნაირი გემოვნება აქვს, ის მიხვდება თუ როგორი გემრიელია შოკოლადიანი ზემოდან. მოკლედ, ვისაც არა და რა თქმა უნდა გემოვნებაზე არ დაობენ. ამას მხოლოდ ცენტრში მოვაყრი ასე და ირგვლივ ჩიშმიშებს დავუდებ. აქა-იქა დავაყრი. მე მგონი ძალიან კარგები გამოგვივიდა, აბა რა სიტყვით, ბევრი ლაიქები და კომენტარები, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ და ძალიან გაგვახარებთ. ძალიან მიყვარხართ, მრავალ აღდგომას დაესწარით და ძალიან ბედნიერად იყავით. მიყვარხართ დროებით.